აი, წავედი, ესე იგი ეპიზოდი 14, ანუ 15 ეპიზოდი. როგორ ხართ მეგობრებო? ძალიან დაკავებულები ვიყავით აშკარად, რამდენი ხანია შეგვიწერია. კი, ძალიან დიდი ხანი გავიდა. აშკარად ძალიან ბევრი სალაპარაკო ტოპიკი დაგვიგროვდა. ერთი პოდკასტი საწერია, უბრალოდ ჯერ არ გვაქვს ატვირთული. რატო არ არის ატვირთული, მაგას აჩოგვეტყვის. ხო, პატარა პროცედურულ იმებს გადის და როგორც კი გაივლის ეგრევე, როგორც კი white list-დება. ხო, გოგცნათ ხომ ვინ არის? კი, იდეაში ანუ ფაქტია, რომ ხალხმა იცის და ხო, ანუ შემოდით Discord-ზე და წაიკითხეთ ვინ არის. ქართველი ინჟინერი, რომელიც OpenAI-ში მუშაობს და სანამ დავიწყებთ, ხალხო, კიდე ერთი სტატისტიკა და მე დავიწყებ. ეხლა მახაბოლო არის. თქვენი რაოდენობის 87% ისე უყურებს, რომ არ გვასაბსკრაიბებს. ანუ ეს არის წარმოუდგენელი სტატისტიკა, ანუ აი წარმოუდგენელი სკერი არის. დაგვასაბსკრაიბეთ და ასევე წაემატეთ Discord-ში და ჩვენ ვისწავლეთ, როგორ უნდა შევქმნათ Discord-ის invite link-ი, რომელსაც expire არ ემართება. ამიტომ აწირა ლინკებსაც ნახავთ Discord-ის, ვადაგასული აღარ იქნება და იგივე დაემატებით საიტზე. კი არა და channel-ში კი არა და server-ზე. всё, მეურჩ. გავძელთ. ოკეი, დღევანდელი თემები. ჰაკათონი, რომელიც უკვე ერთი თვის წინ იყო, მაგრამ აინც არ ვისაუბრია მაგას და ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, AI და agent-ები, ჩვენი თავარი თემა. და Gen AI. კიდე თვითონ აი მედიას გენერირება, ხო? turns out, რომ ჩვენი AI annoying არის. გუშინ რაღაც ჩვენ კოლეგა პოდკასტში ისე რა ქვია. ლაივი იყო და მე და გიო ვიყავით შესულები Discord-ზე დევთერაპიაში და მეთქი AI-ზე აკეთებს თქო რაღაცებს თქო და მაგრამ დავიცინეთ რომ არ გვიდამდენი AI-ო. ანუ ჩაულებრი კოდი წერტო. AI-ს არ ვაკეთებ. მე სამში შემოხვედი ერთი აწუთად რომ შევედი და ეგრევე მეთქი რაღაცა კოდის ტესტა ვანოთ ეგეთი და anyway ეს ვიკითხე რომ ანუ აუდიენსის გაზდის ერთ-ერთი კაი წესიო არისო რომ რაღაცა ისეთ რაღაცებს ამბობო რომ ორად ყოფო აუდიენსო და ერთ-ერთის ხარეს იჭერო რა პოლიტიკაში ეგრეა ხო პოლარიზაცია რა გიო მაგას ხო და იდეაში მე მივხვდი რომ მე ან ბუნებრივად ხომ მაგას ვაკეთებდი Nest.js-ზე, მაგრამ მე მივხვდი რომ ან Nest.js ჩვენი მაყურებლობის მარტო 0.რაღაც% უყურებს რეალურად, ამიტომ არ გამოვიდა, უყურებს რა. იყენებს, anyway. ხო და ერთი სიახლე კიდე, რაც დაგვავიწყდა რომ გითქვა. არის რომ რაღაცებზე რო ვისაუბრებთ, მე ვეცდები რომ გავაშერო სკრინი და თან განახოთ რა. და ეგ დავნერგოთ და ვცადოთ. ეს cool idea. Nice. Okay. დავიწყოთ კოლეგებო საუბარი. ჰაკათონი. კაი გიო, ჰაკათონზე შენ გქონდა ხო, ესე იგი, პირველ რიგში რაღაც პოინტები, რომელიც კიდევ არ გაგიზიარებინა. მოდი მაგითი დავიწყოთ და მე just ჩვენი რამე კომენტარი feeling-ი ან ამის გაზიარება თუ იქნება, დინამიურად ვიტყვით. Ja. ნუ პირველ რიგში რავი, მადლობა ყველას ვინც მოვიდა. ვინც დაგვასპონსორა ჟიურის დევთერაპიის ვინც გადაიღეს და აი პოდკასტის ჩავწერეთ. აი ნახეთ. რაღაც channel-ზე, ასევე ჩვენ channel-ზე მე თოქი გავაკეთე და მეც მადლობა და ეგეც ნახეთ თუ გაინტერესებთ რაღაც agent-ების workshop-ი და რავი საბოლოო ჯამში კაი იყო რა, ესეთი ნეგატიური feedback-ი არ მიგვიყია, რაღაც feedback ფორმაც ჰქონდა გაშვებული რა, რომ დამთავრდა ჩემთვის რაღაცები მოვინიშნე პოინტები რა. და პირველი რაც ხონდა იყო რომ ზოგადად ალბათ უკეთესი production-ი გვინდა რომ გქონდეს რა production-ი თქვათ თუნდაც იმ ხრივ რომ ანუ რომ გადავიღოთ თქვათ თუნდაც ჩვენ თვითონ ან მაგალითად თავიდან talks რო ვაკეთებდი რა არ ქონდა კარგად დასტაფებული და რაღაც ზოგადად ვერ გაიგო ზოგადად ინფორმაცია ვერ მივიდა რაღაც Wi-Fi-ში ვერ შესულიყო ეგეთი რაღაცები რა საორგანიზაციო საკითხები მაინც ძალიან რთულია მაგრამ პრინციპში პირველად დაორგანიზეთ და რაინც უყოფილო არავინ არ იყო, მაგრამ ალბათ შეიძლება და მაგის უკეთესად გაკეთება. მაგრამ ყველაზე ისეთი ალბათ, რაც ყველაზე მეჯერ გავიგე და feedback form-შიც იყო რომ ხალხს არ ქონდა საკმარისი დრო.
ანუ ეს 8 საათი რეალურად 8 საათი იყო scheduled, მაგრამ რეალურად გამოვიდა რომ 5-6 საათი ხონდათ რა. და პრინციპში ძალიან ცოტა დროა რა. ხო და მითხარით თქვენ თუ გაქვთ რამე იდეები მაგაზე და მანამდე მე გეტყვით ჩემს იდეას, რომ მე ვფიქრე რომ შეიძლება რომ ჰაკათონი რეალურად დაიწყოს, თქვათ, შაბათს დილით, on Discord-ში remotely. და კვირას იყოს უკვე on-site რა. და შესაბამისად ანუ ხალხს ბევრად მეტი დრო ექნება, თან kinda რაღაც სახლის კომფორტიც ექნებათ. ალბათ რაღაცა ისეთ შეიძლება დასტაფება, რომ ვისაც უნდა მაინც მოვიდეს coworking-ში, მაგრამ არ იყოს რაღაც აუცილებელი. ან რამე იგივე და ფაქტიურად ბევრად გაიზარდოს დრო რა. ბიჭო, კი, მაგაში მე გეთანხმები რა, ანუ ეგ პირველ რიგში ძალიან კარგი იდეა, რაღაც best of both worlds გამოდის. ხო. იმიტომ რომ ადამიანებს ანუ დროც ექნებათ ბევრად მეტი და ის დისკომფორტი სტანდარტულად რაც არის ხოლმე რომ სადღაც შეიძლება გადათენება მოგიწიოს, ეგეც არ გექნება. და ხო, რაღაც ძალიან საინტერესო იდეა არის ნამდვილად. და იმაში რომ აი მაგაზე ვფიქრობდი მე რა მხრივ იცი გიო და რომ აი მე რომ მონაწილეობა მიმეღო, ეგ დრო საკმარისი ანუ აი რა რისი აწყობისთვის იქნებოდა ჩემთვის საკმარისი ეგ დრო რა. და ცოტა გრმად რო ვიფიქრე, აშკარად კარგ რამეს ვერ ავაწყობდი რა, ანუ აშკარად გამიჭირდებოდა რომ რაღაც ესეთი საინტერესო მომეფიქრები და ან ამეწყონ ასე შემდეგ. და მაგას დავუმატეთ კიდე ის კოეფიციენტი რომ აი იყვნენ ადამიანები, ვინებმაც ეგრევე მაგაზე ფიქრი კი არ დაიწყეს, ჯერ გუნდის წევრების მოძებნა დაიწყეს რა. ეგ კიდე ერთ რაღაც 20 წუთს 9 საათს ალბათ გაკლებს, სანამ ის რაღაც კონტექსტში ჩადგებით, რომ რაღაცაზე ელაპარაკოთ. ასე რომ ხო, ანუ ეგ ჩემი აზრით ძალიან ღირებული ფიდბექია რა, ძალიან. აუ მე ერთ პრობლემას ვიტყვი ზოგადად რა. ოკეი, თქვი და მე მევიტყვი. მედი go ahead. ანუ მე დავინახე ძალიან ერთი პრობლემა. ანუ go ahead და დავიწყე ბაზარი ისე ჩემი. აგი. ჩვენი კორესპონდენტი ამსტერდამიდან. აი, მოდი მე დაგაორგანიზებ. ჯერ დუდუ თქვას და მე აჩავ. აი, მაგაზე მეც დავუმატებ ერთ ამ ჩემთან მოვიდა ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც მითხრა რომ ეძებდა გუნდს, მაგრამ ვერ პოულობდა რა. და ესე პროსტა იმ მომენტში გუნდის პოვნა, ჩემი აზრითაც, ჩემთვისაც ძალიან რთული დავალება, აი მე რო ყოფილიყავი სადღაც ჰაკათონზე, სადაც არავის არ ვიცნობ, ძალიან გამიჭირდებოდა ესე გუნდის პოვნა და მაგისთვის რაღაც პატარა მინი პლატფორმასავით რო იყო, სადაც უბრალოდ დამეჩავ ხალხს ერთმანეთთან, ან შეიყვან შენ LinkedIn-ს და ტიპი დაგამატებს თავის გუნდში და შენ დაეფრუებ, ან დინაეს გავუკეთებ, ძალიან მარტივი იქნება, იმიტომ რომ ვინც მოვიდა ჩემთან და გუნდს ვერ პოულობო, ყველა გზა ხო უთხარი რომ მეთქი რაღაც WhatsApp-ში დაწერე, Discord-ში დაწერე, რაღაც ბოლოს ყველა დარჩა გუნდის გარეშე რა. ვერავინ ვერ იპოვა გუნდი ბოლოს და მაინც თავის ფონში აკეთებდნენ, რაც ეხა იმ შეზღუდულ დროში კიდე დაამატე რომ მარტო რო ხარ, აცლებით ნაკლები აუთპუტი გაქვს მაგ შემთხვევაში რა. Something like Wise-ის co-founder match პლატფორმა რო არის, ეგეთი რაღაცა უნდა მოასწრო ადამიანმა რომ გააკეთო რა. აუ მე ვიტყვი კიდე რომ აი დუდუს ნათქვამს ეხმაურება ნაწილობრივ ეს ეხლა რას ვიტყვი რომ აი ჩემი აზრით კომუნიკაცია იყო ძალიან დიდი პრობლემა რა. ეხლა რას გულისხმობ? ზოგ Discord-ი ვაფშე არა აქვს. ზოგს ლეპტოპში აქვს, მობილურში არა აქვს, ზოგი WhatsApp-ში იყო, Discord-ში არ იყო და ანუ at the end of the day ერთი ადგილი არ არსებობდა ჩვენი ჰაკათონის მონაწილეებისთვის, სადაც ყველა იყო ვაფშე საერთოდ და რაღაცა მარტივი კომუნიკაცია ვერ დგებოდა რა და მე მგონი ეგეც ძალიან ისე მოსაგვარებელი გვაქვს რა. რაღაცა შეიძლება dedicated პლატფორმა, არ ვიცი, რაღაცა მან და ანუ ალბათ უფრო ანუ მე მაგის პრობლემას გეტყვი ანუ ჩვენ WhatsApp-ის community გავაკეთეთ მე მგონი ნიტო იმ დღეს ნიტო წინა დღეს ანუ მან უბრალოდ ოპერაციულ დონეზე უნდა დაიყვანო რომ ძალიან extensive კომუნიკაცია გქონდეს რომ ბევრჯერ გავმოერა ადამიანებს რომ აი აქ შემოდით და მე კიდე explicitly უნდა დაუღეჭო და უთხრა რომ ტელეფონშიც გადმოწერეთ ეს ლეპტოპზეც გეყენოთ და ნოტიფიკაციები ჩაურთეთ იმიტომ რომ ყველაფერი აქ ანუ announcement-ები აქ გაკეთდება რა ანუ ხო, მართლა ეგეთი თემა არის, რომ ალბათ იმ კონკრეტულ მომენტში იმდენ რაღაცაზე ფიქრობენ ადამიანები, რომ ეს რაღაც ძალიან basic ინსტრუქციები იმენა უნდა უთხრა explicitly რა, თორემ მე ვიღაცა გადმოწერს და ნოტიფიკაციები არ აქვს, ვიღაცას მარტო ლეპტოპში აქვს და ასე შემდეგ. ხო, ეგ დაგჭირდება იდეა, შეიძლება ტექსტს თუ დავიწყებთ.
ხო, აი მაგალითად შაბათს დილით რო დაიწყოს რა. ძალიან საჭირო იქნება რომ ეგ remote კომუნიკაცია კარგად ავუყოთ, ზოგადად ენა დაწყებაც, ლაპარაკი, ანუ ყველაფერი რა როგორ ხდება რომ იქ მოიყაროს ყველამ თავი და ასევე რაღაცნაირად დავაინიციატივიზიროთ ხალხი რომ მეორე დილით მოვიდნენ, იმიტომ რომ ჰაკათონის ჩემთვის თავარი მოამი არის ადგილზე experience. ეგ არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რა. მაგრამ ის რომ დროს გაუვსდით და მეორე დღეს მოვიდნენ, ეგ იდეა ძალიან უწევს მეც რა. Go ahead გიო. ხო, ნუ დემოსთვის ხომ მოუწევთ ხო? თაკე პოინტად მეწერა რომ socialize people more რა, ანუ იდეაში ხა ძალიან ეგეთი ანუ სოციალიზაცია იყოს მეტი რა, იმიტომ რომ ეხლა დროც ძალიან პატარა იყო და თან ანუ არაფერი რაღაცა ესე ოდნავ side event-ი არ იყო რა, ანუ ყველაფერი იყო რომ ოკეი. ანუ წერთ კოდს რა, რაღაც ჭამის მომენტი იყო, როცა ცოტა დასოციალიზდა ხალხი, მაგრამ მე ყველა გაიქცა და დემოების იმდენი იყო, რომ ხა მაგით დროსაც ვერ იქნებოდა რაღაც კითხვა-პასუხი და ეგეთ რაღაცები რა. ამიტომ ეგ ონლაინ თემა ჩემს მაგ პრობლემას რაღაც დონეზე ფიქსავს, იმიტომ რომ თუ ვიცი რომ ონლაინ იწყება, უეჭველი გიწევს რომ შეხვიდე იმ Discord-ში თუ რაც იქნება, რომ ნახო რა. და თან სოციალიზაციისთვის შეიძლება რამე ივენთები იყოს, თუნდაც Discord-ზე იქნებთ რაღაც საღამოს, რომ people just chill რა. ეგეთ რაღაცები და ნუ networking-ი და ანუ ის ხალხი გაიცნო რაღაც ერთ-ერთი თავარია მაინც რა. კიდე რაც მეწერა, არის და ამას არ დაიჯერებთ, რომელიც დავწერე, რომ გჭირდება მეტი AI ტექნიკური კონტენტი რა. იმიტომ რომ მაინც ანუ ბევრი თქვათ მეკითხებოდა რომ აი როგორ გაუშვა შენი რეპო რაღაც, ანუ ის მე არ მეგონა ის ჩემი თოქი რომ გავაკეთე, რომ ეგ რაღაც ვიღაცები ესე აქტიურად ეცებოდნენ მაგის გამოყენებას რა და მე მივხვდი რომ რაღაცა limitation მქონდა, მაგალითად Windows-ზე არ ეშვებოდა და მე ჩემთვის რომ მარტივი ყოფილიყო ბანით გავაკეთე და არა npm-ით მაგალითად და ბანი არის საყვარლეს გუნდს, მე მოვიკითხავ ერთ საყვარლეს გუნდს, რომელმაც მითხრა რომ ban.js-ზე ვერ ვუშვებო პროექტსო და ეხა Ubuntu უნდა გადავაყენო, რომ ახლიდან დავაყენო ban.js-ი, აი მაგათ მონდომებას მოვიკითხავ ის ყორო. და ისე შენ ban.js-ი ან bani რატო გადაწყვეტე ვაფშე? Do you use ban in your everyday life? Where are you trying to be fancy? Okay, თქვათ აი TypeScript-ზე დაწერე რაღაც სკრიპტი, რაღაც random, რაღაცა წაიკითხო რაღაც API-დან და იმას აი რანაირად უშვებ. რაღაცა მილიონი npm-ის package-ს აყენებ და ეგრე ან just ban run script და უბრალოდ მუშაობს რა ყველაფერი. ხო, მაგრამ ნოდის სულ ახალი ექსპერიმენტალი ხო უშვებს უკვე TypeScript-ს თავის. Have you done that? No. Of course no. ეგ უნდა ყოფილიყო ასე. აბა ნუ მაგას მე გავითვალისწინებ თავში ის რეპოერიც დავაპდეითებებჯერ, მაგრამ ანუ MCP მაგალითად, ანუ თვითონ MCP სერვერი მაგალითად MCP related ხო იყო ეს hackathon-ი. ისე ეგ გამოგჩა რომ საერთოდ არ გვიხსენებია вообще რა იყო hackathon-ი, იმიტომ რომ ვიღაცა შეიძლება ეხა გვიყუროს პირველად და არის რა hackathon-ი. ერთი თვის წინ მქონდა hackathon-ი MCP-ის თემაზე და დაახლოებით 30 გუნდი მონაწილეობდა და ასე შემდეგ და DevTherapy channel-ზე Devs review თუ გაინტერესებთ, ჩავდებთ description-ში. Yep. ანუ MCP რო გაუშვა ეს MCP სერვერი, აი მარტივი რა, ერთი თული რო კონდეს. ანუ საკმაოდ რთული ტასკია, იმიტომ რომ ძალიან ახალი ეს არის თემა. ყველა ენაზე არ აქვს SDK ესე და თვითონ JavaScript-ის ეგზამპლები რაც არის, მაგათ ოფიციალურ რეპოში რა, ზოგს ვერ გაუშვებ და თან 1-5 სხვა flavor-ი არსებობს და აქედან რამდენიმე კურსორზე არ მუშაობს რა. ანუ მე კიდე ეგ ვერ გავითვალისწინე მაგალითად ჩემი რეპოში, რომ ხალხი ეცდებოდა ამ MCP სერვერების გაშვებას კურსორით. მე უშვებდი პირდაპირ MCP სერვერს და მე რაღაც ჩემ LLM-ს ვკონექტებდი რა. და თურმე ჩემი default იმპლემენტაცია საერთოდ არ უშვებოდა კურსორზე, იმიტომ რომ კურსორი ასაპორტებს რაღაც legacy variants და მოკეთ აი Kensi.c და ეგეთი ტიპები რო workshop-ს რო აკეთებენ, მაგათი ტკივილი გავიაზრე, რომ რა რთულია, რომ რაღაცა კოდი დაშიფო, რომელსაც ხალხი just გაუშვებს ეგრევე რა. კეი კონტეინერი და მიცემენ.
კი, ისე ზოგადად კაი ტოპიკია რა და ანუ აი მე თუ გახსოვთ სანამ ეს ჰაკათონი დაიწყებოდა მე ჩვენ გრუპ ჩატში ვამბობდი რომ ცოტა საერთოდ მეტი თოქი ხო არ იყოს ასინქრონულად ანუ არ მოვთხოვოთ ყველას რომ იყოს მაგრამ რატომღაც აი მე ეგეთი წარმოდგენა მაქვს რა მაინც რომ ეს თოქები პირველი ინფორმაციის მიღების ძალიან კარგი საშუალებაა და მეორე აი სოციალიზაციის ერთ-ერთი არაპირდაპირი, მაგრამ ძალიან ისეთი common კარგი ვარიანტი არის რა და მგონია რომ საერთოდ რაც ჰაკათონის სრელობის პროცესში რომ ასინქრონულად არამანდატორილი სულ მიმდინარეობს ეს ეგეთი რაღაც საინტერესო თოქების flow ჩემი აზრით ჰაკათონს მარტო უფრო მიზიდულს გახდის რა ასე რომ maybe we can take that in mind for the future და ხო ჰაკათონზე ერთის მე რაღაც სანამ მორჩევით ამ თემაზე ლაპარაკს ერთს რაღაცას დავამატებდი რაც უფრო რაღაც იმაში გადადის ფილოსოფიურ კონტექსტში რა მაგრამ მგონია რომ კი ანუ ეს თოქები ყველა ის წაიღოთ ნახე ყველა ჰაკათონები არის სუპერ ჰაკათონები აი სუპერ თოქები არის ანუ ლეგენდარული თოქები რა ეს საერთოდ პლეილისტი ყოფილა რა და ერთ-ერთი ვალიდაცია რომ რატო უნდა იყოს ჩემი აზრით თოქები რა მე ეგ გიორგი მამალაძის თოქები მაქვს მოსმენელი ალბათ აი კონკრეტულად რომელიც აი ეს პლეილისტში პირველი ვიდეო რომელიც იყო აი ფრიუნის დიდ ოთახში რო ტრებს ეგ მაქვს ნანახი აი ძალიან ბევრჯერ რა ანუ ცოტა უკვე ფანატიკურ დონეზე ბევრჯერ რა აი ეგ პირველი ხო კი ზუსტად ეგ და ხო ნუ ამ ადამიანის ზოგადად ცოდნა ხო ის არის რა ანუ რაღაც ენი დაღუწერელი მაგრამ აი მეორე არის გადმოცემის უნარი ხო რაღაც ანუ ტოპ ჩემი აზრითაც ქართულ ტექსტსფეროში ერთ-ერთი საუკეთესო სპიკერია რა განამარტო ტექ როგორც ახლა კარიერა ყველამ ვიცით მაგრამ აი სპიკერი რო იყო კიდე განსხვავებული სკილია ეგ და ძალიან მაგრად გამოჩნდა კი და რამხელა მნიშვნელობა აქვს ანუ ძალიან down to earth guy არის აშკარად რა ძალიან პოზიტიური ძალიან უბრალო ტიპი არის რა და ეგ ძალიან მაგარია PG ხო და წეგან რას ამბობდი მოკლედ რა აი ხა ყველაზე მაგრა რა მისწორდება ის რაღაც მარტივენით რო ვთქვა რა ჰაკათონის ჩატარების მერე რა რომ აი Discord-ში რო თუ ჩაიხედები ხალხი იწერება რომ აუ ის პროდუქტია ისინი რო აკეთებდნენ ფასების შედარებაზე აუ ლინკი ხო არ გაქვთ ან deploy-ით ხო არ არის ან ვიღაცა იწერება რომ აუ ისინი ნეტა კიდე აკეთებენ ის რომ მოიგეს გუამდალევანი ეს პროდუქტი და მაგას ბოლომდე გაიყვანენ და ასე შემდეგ by the way დაულიქო ხო და ანუ რისით თქვა მინდა რა რომ ანუ ჩვენ გარდა ამ რაღაც ლოკალური ასე ვთქვათ სიამოვნების მიღებისა რაღაც ჩვენ ინტელექტუალურ და სხვა curiosity-ს რო ასე ვთქვათ ვიკმაყოფილებთ მაგის გარდა ძალიან კარგი გზა არის ესეთ ჰაკათონების ჩატარება რომ მართლა რაღაც ღირებული შეიქმნას რომ ზუსტად ესეთ რაღაც საინტერესო ხალხო ერთმანეთი გაიცნოს და აი ეს კაკრას Discord-ში რო ეს მესიჯი ვნახე რომ აუ იმ პლატფორმას რა ერქვა იქ რო გააკეთესო ეგ აი მარტო მაგის reinforcement-ია რომ უფრო მეტი და უფრო ხარისხიანები დავაკეთოთ იმიტომ რომ მართლა შეგვიძლია რაღაც ხელი რო შევუწყოთ რა ხალხს მაგაზე უცებ ვიტყვი რომ ერთ-ერთი პოინტი ზუსტად ეგ მეწერა და უკვე მეორეჯერ ქენი ეგ რომ გამოვიცანი რა პოინტები მეწერა რომ ეს სამი რაღაც ქონდა ეგ გაერთიანებული რომ შეიძლება რომ ყველა დემო pre-recorded იყოს რომ არა მარტო იმიტომ რომ მე მარტივია რომ ტექნიკური ისინი აიცილო ასევე დაიდოს მე და ყველა დემოს კონდეს მითითებული რომ ვინ გააკეთა რა ჩვენ Swipehacks საიტზე და ასევე იყოს მე ანუ რაღაც ფიდბექი იყო რომ აი დემოს დროს უნდათ რომ რაღაც ჟიურისთან ქონოდა კითხვა-პასუხივით რაც ძალიან რთულია 30 თიმია და ამიტომ after party უნდა იყოს აჯენდაში რომ ხალხმა იცოდეს რომ როგორ რჩება ეს და ნახავენ ერთმანეთის პროექტებს მე სადღაც შეუძლიათ წავიდნენ და ჟიური იქნება თუ დანარჩენი მონაწილეები იმათ გაესაუბრონ რა კი სხვა შორის after party-ზე ვიტყვი რომ ანუ ჩვენ რაღაც ძალიან მცირე ჯგუფი fraction-ი ხალხის ავედით Black Dog-ში რა მე რა იმიტომ რომ მე ყველა არ წამოვიდა მაინც დაღლილები იყო რაღაც მაგრამ ისეთი წრე იყო და რაღაცა ისეთი tech begemotებში ვიდექი და უსმენდი just რა ანუ ძალიან ასწორებდა იმე და აი pure tech-ი ხდებოდა ანუ ხალხი იმე და ძალიან კაი იყო ძალიან აჩვენე მეც ვიდექი მან და მე tech begemot-ი ვარ შენთვის ანუ შენი ის პერსპექტივა მაინტერესებს როგორ მაგიდაზე იჯექი და ვიღაც ოკუპანტს ებაზრებოდი რაღაც სიგიჟეებს by the way
ანუ ვინც ნახეთ ეს უკრაინის რაღაც სპეცოპერაცია რო იყო, რაღაც ძველ იმის სატელიტურ ფოტოებზე ყავდა დათრენინგებული ეს დრონები, ეგეც AI თემაში იყო რა, რომ თავის პოულობდნენ ან კონკრეტულად რაღაც ფოტოები რო გაქვს, როგორ შეგიძლია რაღაც დაატრენინგო, მაგაზე მგონი აჩო შეუძლია ისაუბროს. ჯერ მორჩეთ ერთი პოინტიც მაქვს. ჰაკათონის და მორჩეთ. ხო, ანუ ეგეთ პოინტი მიწერა, რომ ბევრმა იკითხა თავიდან განსაკუთრებით ბევრმა იკითხა თავიდან განსაკუთრებით, რომ ანუ ვერ ხვდებოდნენ წესებს რა. ეგ ერთი იმის ბრალია, რომ რაღაც ზოგი ჰაკათონი ჩვენ არ ასწარდება ძალიან strict, ანუ კაცრი წესებით არის ხოლმე, რომ აი ზუსტად ეს უნდა გქონდეს და თან იმის ბრალია, რომ ჩვენგანაც ალბათ არ გქონდათ, ან ვერ ნახეს უბრალოდ ზუსტი წესები რა და ალბათ მეტი რაღაც direction-ი რო გქონდეთ და მეტი სტრუქტურა კიდევ უფრო გამომარტივებდათ, იმიტომ რომ მაინც ბევრი დამწყებია და რთულია მათთვის ესე თავისით გზის გაყოლება რა. გეთახვები გიგე. ხო, მე მგონი ჰაკათონების თემა ამოვწურეთ იდეაში. ხო, რა, ანუ კიდევ just to recap, უახლოეს მომავალში ვაპირებთ შემდეგი ჰაკათონის ჩატარებას. რა თქმა უნდა, ის ყველა ფიდბექი იქნება გათვალისწინებული და let's see, წესდერგით უფრო cool და უფრო impressive ჰაკათონი გამოგვივა. ეხა ესე იგი შემდეგი ტოპიკი, რაზეც დღეს გვინდოდა გველაპარაკა იყო, ზოგადად კონტენტ გენერაციის ტოპიკი, ხელოვნური ინტელექტით და არა ესე ბანალურად ისეთი უბრალოდ კონტენტ გენერაციის მიდგომა ChatGPT-ს რო ველაპარაკოთ, არამედ რამე უფრო custom, რამე უფრო დატრენინგებული და რაღაც უფრო სპეციალიზირებული და ჩვენი სპიკერი ბარტონი არჩილ შარაშენიძე. აჩა, ხო, იქიდან ამირა რომ შენ გქონია ამ ტოპიკთან შეხება უახლოეს წარსულში. ორი სიტყვით რომ მოგვიყვე პირველ რიგში რაღაც სტანდარტული image გენერაციისგან განსხვავებით. ეს რაღაც custom trained image generator მოდელები, რა benefit-ებს იძლევა, რა downside-ები აქვს და ზოგადად ბიზნესებს ან ინდივიდებს რა შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ რა. ან როგორ გამოვიყენოთ. ორი თვით. ხო, ან როგორ გამოვიყენოთ ეგეც. ხო, სიმდიდრეს ძალიან მარტივი არის რა, აი ძალიან ერთი პატარა სტეპია, ChatGPT-ს და Midjourney-ში სურათების გენერაციასა და შენ custom რაღაცებამდე რა. Вообще კოდის ცოდნაც დიდად არ ხშირდება. ანუ ერთი პროცესი რიქით რო გავაკეთო არის, რომ რამდენადაც ისეთი ის იყო რა ქვია jump-ი LLM-ებში ზოგადად და ChatGPT-ში იმდენად რაღაც დიდ upsticks-ზე ვართ ახლა კონტენტის სურათების და ვიდეოების გენერაციაში, იმიტომ რომ მარტში იყო რომ დაიდროპა GPT-ს ახალი მოდელი, GPT-4-iOS image generator-ი რა, რომელსაც ძალიან მაგარი აღქმა აქვს პროდუქტების რა თვითონ რა, ანუ რაღაც სურათს რო უგდებ, იმ reference image-ს ძალიან მაგრად გიგენერირებს. მერე მაგის მერე კიდე აი გუში წინ დაიდროპა Flux-ი არის ეგეთი image generator მოდელები. და ყველაზე კარგი open source image generator მოდელი არის Flux-ის რა, Flux Dev ქვია და მაგის გარდა აქვს კიდე pro მოდელები, რომლებიც გუში წინ დაიდროპა მათ შორის და აი უხეშად რო გითხრათ, custom I think ხო, კი მაგას ვიტყვი. ხო, აი უხეშად რო გითხრათ, ბოლო ერთ თვეში როგორი ის იყო რა ევოლუცია, რომ custom trainings ვაკეთებდით Flux Dev-ის ჩვენი სურათებით და დატით რა. და ეს Flux-ის კონტექსტ ახალი მოდელი გამოვიდა და ზუსტად იგივე შედეგი მივიღეთ ტრენინგის გარეშე. ანუ რო გითხრათ, რომ რაღაც ერთი თვე ვიმუშავეთ, ვატრენინგეთ მოდელი, ტესტეთ სხვადასხვა ფორმით, მაგას აგიხსნით როგორ ხდება და ამან უბრალოდ რეფერენს სურათი მივეცი და იგივე შედეგი დამიდო რა. ანუ which is like dramatic progress რა. ეხლა ტრენინგი როგორ ხდება? და ვაფშე რა შეგვჭირდება? ანუ რატო არა GPT მაგალითად ხო? ან Midjourney და რატო custom training? ანუ custom training კი ხდება, როცა რაღაცა ობიექტი გინდა რომ მაქსიმალურად გაუდეს გენერირებულ სურათში რა, reference ობიექტს. მაგალითად ყველაზე ცნობილი სავარჯიშო YouTube-ზე რო ნახოთ არის შენი თავის კლონის, ანუ შენი თავის სურათებით რო დაატრენინგო Flux-ის მოდელი და Flux-ი ძალიან კარგი არის სურათებში ადამიანების რა. მერე შენ შეგიძლია შენი თავის სურათები აგენერირო. და სადაც ძალიან გავს შენ, ანუ ერთ-ერთში ხარ რა. და აი მაგას GPT ვერ შვება. შენ რო GPT-ს აუტვირთო შენი სურათი, GPT ერთ-ერთში ვერ გაგაკეთებს, შეგიცვლის სახეს. აი თუ გაქვთ ჩვენი ისინი ნანახი რა,
ანუ ეგ ძალიან ასწორებს. და მეორე უფრო ბიზნეს გამოყენება. უცებაჩო. როცა ლაპარაკობ, ეხა თან მე გავაშერებ სქრინს და ჩვენ ხალხს ჩემ ცდილობას მაგისას დაახლოებით 6 თვის წინ ჩემი ძმაკაცის სურათში ჩამესვა ჩემი თავი. ოკეი. შენ განაგრძებანამდე რა განსხვავებაა GPT-ში. ხო. და მეორე ნაწილი არის უკვე პროდუქტების რა, აი, არ ვიცი, მაგალითად Dior-ი რა, ესა ფლაკონები პარფიუმის. ეგ რო შენ GPT-ს აუტვირთო, მაინც რაღაც დეფექტებს მოგცემს რა, მაგრამ მაგალითად 50 კარგი სურათით რო დაატრენინგო ეს Flagstep მოდელი, ამ სურათით ბევრად კარგი. ხო და მაგარია ეს, ძალიან მაგარი არის. ანუ ცოტა უფრო უკეთესი ტრენინგი და ანუ ძალიან, აი ხა ძალიან გავს, აი ძალიან. ნახე რა მაგარია, ცოტა მიაზუმე რა, წინასწარ. უცნაური არის, აი ძალიან. ხო და იმენა სიგიჟეა. მიცა? აი ეს არის სიგიჟე სურათი. ხო და ამას გეტყვით როგორ ხდება რა? Yeah, this is impressive. რამე rocket science კი არ ხდება. ეხლა ნახე. როცა გინდა რომ შენ სურათებზე იქნება ეს ნივთები თუ შენი ადამიანის სახეები, ეს LoRa training ქვია რა, რაღაცა პატარა ეს არის, პატარა სტეპი არის უკვე დატრენინგებულ მოდელზე რა. და ეხლა რა შობი რომ სურათის და სურათის ანოტაციის ფეარები გაქვს რა. ანუ გაქვს სურათი და გაქვს პატარა ტექსტური ფაილი ამ სურათის შესაბამისი, რაც აღწერს რამდენიმე წიადადებით რა არის ამ სურათზე რა. გიორა ისე ეყიმება ეხლა. ნუ გააჩიარებს ეკრანს. და მოკლედ დაახლოებით 1:30-40 სურათი საკმარისია. სხვადასხვა რაკურსით, სხვადასხვა სიტუაციით, რომ სურათი და სურათის აღწერის ფეარები გქონდეს და უბრალოდ ზიპავ ამას უტვირთავ და 15 წუთში ჩვეულებრივად ის ატრენინგებს და უკვე მოდელს ესმის, მე ლინკი გეჩიტება შენი custom trained როგორ არის, იცი, weight-ების ფაილს გაძლევს სინამდვილეში რა. და ამ weight-ების ფაილი შეგიძლია რომ ნებისმიერ ამ რაღაცა Fluxis მოდელზე ეს LoRa-s weight-ების ფაილი მიაბა და უკვე იმ მოდელს ცოდნა კონდეს შენ კონკრეტულ ნივთზე ან სახეზე ან ასე შემდეგ რა. თვითონ პლატფორმას რაც შეეხება, პროსტა პრაქტიკული რჩევას რო ვთქვა, არის ეგეთი Fall.ai არის ეგეთი პლატფორმა, სადაც ჩათვალეთ არ ვიცი, აი GitHub-ი, აი რაღაც Hugging Faces ან GitHub-ის ვარიანტი აღვnt მოდელები აქვს თვითონ დახოსტილი და შეგიძლია შეხვიდე და რაც კი რამე მოდელი არსებობს image გენერაციის ან ვიდეო გენერაციის, ყველაფერი იქვე გაქვს რა. Playground-ებში და ტესტავ API-საც გაძლევენ მე რო კოდში ჩაინტეგრირებ და ძალიან cool რამე არის. ეგეთი ტიპი არის ასევე replicate არის. ხო, მეც გავაშერე, ეგ არის replicate, რომელზეც ანუ ეს ტრეინინგი და ეს prediction-ებიც ახლა მე UI-დან ვაჩვენე, მაგრამ ეგრევე გაძლევს API-ს ასევე რა. ხო და pretty cool stuff რა. Guys, ეხლა მე გეტყვით ხო, ვიდეოზე სანამ გადავალთ, ერთი ტოპიკი მაქვს, რაზეც აი მგონია რომ ანუ აქამდე ამაზე ვფიქრობდი ხოლმე რა. და ეხლა უბრალოდ გამახსენდა დამატრიკა რა აჩუს ტოპიკმა და თქვენ აზრს მართლა გულწრფელად მოვისმენდი რა ამაზე და ეხლა უყურეთ რა ხდება. აქამდე მაგალითად აი არა AI, არა generative AI based products თუ აკეთებ რა. ნებისმიერ პროდუქტს რა. Kinda შენ რო შენი ეხანდელი პროდუქტი რაც გაქვს 10x პროდუქტი რომ მიიღო, ასე ვთქვათ, აი ამ პროდუქტზე 10 ჯერ უკეთესი პროდუქტი თეორიულად. ძალიან დიდი ეფორტის ჩადება გიწევს, ხო, ძალიან ბევრი რაღაცები და არის ერთ შო ძალიან ანუ ბევრად დიდი მასშტაბის პრობლემები და მოაგვარო და ასე შემდეგ, რომ პროდუქტი 10 ჯერ უკეთესი გახდეს. და LLM based პროდუქტებს ეგ თავისებურება აქვთ, რომ ანუ შენ შეგიძლია დღეს რაღაცა ააწყო და მარტო იმის ხარჯზე, რომ თვითონ ტექნოლოგია განვითარდება, შეიძლება ერთ თვეში ისეთი რაღაც საერთოდ out of the box რაღაცა დაიდროპოს, რომ just by plug and play შენი პროდუქტი ხდება 10 ჯერ უკეთესი. აი აჩოს ეს image generation-ის, ანუ ყოველდღე literally ზუსტად ეგ кейსია რა. From day one მე ჩართული ვარ ამ image generation-ის ტოპიკზე და ესე იგი ჩვენ როდის დავიწყეთ ამ image generation-ის და host იმას რა გარკვევა და როგორ შეიძლება ბიზნესმენმა ეს გამოიყენონ. ჩვენ დავიწყეთ და GPT-4-ოს image generation-იც არ იყო ჯერ რა გამოსული, ანუ it was all bullshit რა. ხო, მარტში. და ანუ მაგ დროს ჩვენ რო ადამიანი გვეკითხებოდა რომ როგორ გეკითხებოდა ჩვენ რომ აი შეიძლება აი ამითი რაღაც real life მაგარი სურათები დავაგენერიროთ რომ მარკეტინგში გამოვიყენოთ, ანუ ჩვენი პასუხი იყო რომ ეს ახლა არ არის შესაძლებელი, მაგრამ მოდი აბა ჩავძვრებით ძალიან დეტალებში, სად რა შეიძლება გავწუროთ რომ შედეგები მივიღოთ რა. და ეხლა
უბრალოდ იმხელა კონტრასტია, რომ ჩვენ მაშინ რომ ვინმე დაგვერწმუნებინა, რომ მოდი ამაზე ახლა პროდუქტი ავაშენოთ ჩვენ და მე უბრალოდ ის image generation-ის core მექანიზმებს ამოვცვლით. ანუ today we would have had რაღაც ძალიან სერიოზული პროდუქტი რა, ძალიან რა. და მარტო იმის ხარჯზე რომ რაღაცა ადაპტერს ამოვცვლით რა. ძალიან საინტერესო პატერნი არის მგონი. მეც დაახლოებით ახლა ბოლო კვირაში ვფიქრობდი მაგაზე, რომ არა მარტო image gen-ზე, რომ ხო პრინციპში შენ ეგრე თქვი, რომ თვითონ ეს პროდუქტებიც რა, რაც ვიცით ახლა მაგალითად კურსორი, windsurf-ი და ახლა factory თუ ნახეთ latent space-ის ბოლო ეპიზოდში იყვნენ ეგ ტიპები და ასე შემდეგ. ყველა ეს ამბავი ზოგმა მანამდე დაიწყო ვიდრე function calling-ი მუშაობდა API-ზე რა. function calling-ი არ იყო და მაშინ ცელთან ახალია მუშაობს function calling-ი 2 წელია გამართულად. ხო, მაგრამ თავიდან არც იყო მაგის API, ხო? და მაშინ დაიწყო ხალხმა რაღაცების გაკეთება და ეგ კომპანიები არის დღეს ძალიან წარმატებული რა. და მე რაღაცა იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ მაშინ რაღაც შენი source of truth უნდა იყოს paper-ები რა. რაღაც ახალ paper-ებს უნდა აკვირდებოდე და რომ კვლევარების უტესტავენ რაღაც სხვადასხვა capability-ებს და აქედან ამოარჩიო რომ რა შეიძლება იყოს შემდეგი დიდი ტექნოლოგიური გავლენა, რომ მაგას ეძახიან, რომ ეს ბურთი საერთოდ მიდის და სადაც იქნება იქ და უყურებდე რა და არა სადაც ეხლა არის რა. კი და მან აგაზე ეგრევე მახსენდება პოლ გრაჰამს უწერია რომელიღაცა ესეში, რომ როგორ უნდა მოგივიდეს კარგი სტარტაპ იდეებიო და მომავალში უნდა იცხოვროთ იმ ტვინით და უნდა დაფიქრდე რა არის აქტუალური და რა პრობლემები არისო რა ზუსტად ფაქტობრივად მაგის გადმოძახილია ახლა შეიძლება ხო მაგრამ თან ამ პეიპერებზე ის უნდა ამატო რომ ეგ თან ახლა ჰაინდსაითი არის ეხლა დღეს რო გამოდის პეიპერები იქ არ იცი რომელია მნიშვნელოვანი ხო 2017-ში ეს ტრანსფორმერების პეიპერიც არ იცოდა ხო მაგრამ უსწრაფო რა საინტერესო დავიკე. აჩო, წეგან გაგაწყვეტინეთ ვიდეოების გენერაციაზე რაღაცას კი. რა სტეიჯზე ვართ რა. ვიდეოებში თვითონ სიგიჟეები ხდება, წარმოუდგენელი სიგიჟეები ხდება. ვინმეს თუ გაქვთ ნანახი 2 წლის წინ, ან წელიწად 2 წლის წინ დავდე ჩემ Archill podcast-ის channel-ზე PG-სთან AI generated podcast-ი რა. PG ვინ არის? PG არის ის ტიპი ესეები დაწერა ჯორდანო. ხო და იქ რო ნახოთ, უბრალოდ მე შემიძლია ვაფშე ჩავსვა რა. ოგაზოლი ხო, კალათბურთელი რო არის ლეიკერსში და თამაში. არა. ოგრა. რო ნახოთ ვიდეო generation-ი ის რა stage-ზე არის, როგორი ცუდია და ეხა ამას რო შეხედოთ, ეს არის ჩვენი fan პლატფორმა ვაწყეთ. ანუ ეს არის AI რა. ოდნავ რა არის, ჩემი სიმაღლე რაც უდათ აღიქვა AI შეხედეთ, აჩო სიმაღლე. ანუ ვიჯექით და მე მეორე ვიდეო არის უთხარით და იმას თქვენით გავამაღლე რა. ანუ რიპირო დააესიუმა რა. I mean like that's not an incorrect assumption, მაგრამ come on ანუ. ხო და ვაფშე პიზდეც ვიტყვი ხა. ეს არის Kling AI არის ჩინური image generation პლატფორმა არის და მოდელები Runway ML-ის ძალიან ისეთი კონკურენტი იყო რა. და Kling 2.1 არის video generation მოდელი და მაგით არის ეგრა რომ ადამიანებს ანუ cinematic experience ძალიან მაგრა აკეთებს, ძალიან რა. მაგრამ ეხლა რა მოხდა რომ ერთი კვირის წინ იყო Google I/O და ვაფშე აქამდე რაც video generation მოდელები იყო, ხმა არ ქონდა არც ერთს რა, არც Sora-ს, არც Kling-ს, არც Runway-ის მოდელებს და ამათმა გააკეთეს ახლა ეს VO3 არის რა, რომელიც როგორ შეგიძლიათ დაექსესოთ, მოკლედ VO3-ზე არის ეს რა ქვია, ხმაც აქვს რა, ანუ ჩვეულებრივი ხმაც აქვს რაღაც ხმაური. და ასევე ადამიანების ლაპარაკობენ და ქართულადაც ლაპარაკობენ. ეხლა მე ლიმიტი ამომეწურა, მაგრამ ამ ვიდეოს რო დავამონტაჟებ, ამ მომენტში ჩავსვამ VO3-ის generated ქართულად მოლაპარაკე ვიდეოს და შეიძლება გამოშტერდეთ. ეს დააკორექტულად ვიტყვი რა. ისეთი მაგარია. და როგორ შეგიძლიათ ეგ რო გითხრათ VO3-ს მიწვდეთ რა. VPN-ი უნდა გადმოწეროთ. ამერიკის რეგიონზე შეერთდეთ და Google Pro account-ი იყიდოთ Gmail-ის რა და Gemini-ზე გაგეხსნებათ VO3-ის ვიდეო გენერატორი და იქიდან შეგიძლიათ აგენერიროთ რა. საქართველოსთან ესე არა VPN-ით და უფასო account-ით ვერ იცავთ. ეს just ისე რო გითხრათ. ანუ მეც ვნახე VO3-ის დაგენერებული ვიდეოები და ანუ საშის დონეზე სიგიჟეა უკვე
რაღაც ვა, that's so cool და გიო, აი ხა ვიდეო ჩაგიგდე, ქართული დაგენერირებული სურათის და აი მეორე ვიდეოც უფრო ის, აი მეორე ლინკი უფრო იმპრესივ არის რა, შეგიძლია მეორე გახსნა, ეგრევე თუ გააზიარებ ეგრეც. ეს პირველად რომ ნახე, ეგრევე მივახტი რა ამ ჯემინის და მეთქი შანსი არა ბაზრობს თქო და იბაზრა ჩემი. რო უთხარი just speaking Georgian language თქო და ეგრევე დაიწყო ბაზარი ქართულად. მე სხვათა შორის ხო აი მიდი ჩართე, მაგრამ ხნეტა ხმას გავიგე. აქ ხმა ისმის, ხო, ეგ ხმას ვერ ვიგებთ ჩვენ, ოკეი. უნდა ვამბარდებ ცოლშვილს. გაყიდე ძველი ნივთები აუქციონზე და გააკეთე ფული. გვესმის. სიგიჟეა, კი. მეორე უფრო ის არის, რა ქვია. ბიჭო, ხო მართლა იმპრესივ არის, ანუ წარმოიდგენ. ეს იგივე გავაშე. ისე, ანუ საქართველოში არ არის Web3? ანუ მე გავტესტე. არა. შეიძლება არ ვიყავ მაშინ. როდის გაიგეთ, რომ ნამდვილებია ვარ? თქვენი ბოზი დედაშევი. პრომპტია. არა, ბოზიშვილი ვიყო, მართლა მეგონა რომ ნამდვილი ვიყავი, მაგრამ ხა, პრომპტი ვიყავი. და სიგიჟეა რა, სიგიჟე. წარმოუდგენელი. Yeah, this is impressive. ანუ იმედა წარმოუდგენელი. ჩვენ ანუ ჯამში რაც შეგვიგინები ამ პოდკასტში AI მგვაჯობა რა. Exactly. მოკლედ სიგიჟეები ხდება ხალხო რა. წარმოუდგენელი პროგრესია, აი მარტო ანუ ეს LLM-ებით დაიწყო და უკვე აი ესეთ advanced მიმართულებით თვითონ ცოტა სხვა სფეროა რა, ეს image და video generation და იმენას Skyrocket-ია სერიოზული რა. ზუსტად დრო არის ახლა მარკეტზე, რომ ვიღაცამ დაიწყოს ამ კონტენტის ვალიდაციის სტარტაპები რა. LinkedIn-მა ჯერ მარტო სურათებზე და გააკეთა, უკვე LinkedIn-ზე პოსტროდებ, ამ სურათი თუ გატვირთული. AI generated თუ არის რაღაც page სარტყავს რა, რაღაც fake და real media გაარჩიოს. იმიტომ რომ ანუ ამას ხო რეალურად მართლა ძალიან სერიოზული side effect-ები. კი, ანუ ეხა ჩვენ რაღაც in a fun way აღვიქვალთ. მაგრამ ამას ხო რაღაც long term-ში მართლა შეიძლება ძალიან სერიოზული side effect-ები კონდეს ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაზე, ზოგადად ძალიან ბევრ რაღაც გლობალურ თუ ლოკალურ ამბებზე. ამიტომ მე მგონი this is a great point to ეგეთი სტარტაპი განახებთ კიდე თუ Google I/O გამაზეთ Google-მა დაამატა fitting-ის ტანსაცმლის ჩაცმის მოდელი რა. ხა ეს რას გულისხმობს? Fall AI-ზე წეგა რო ვახსენე, იქ შეგეძლიათ ნახოთ, არსებობს ეგეთი სპეციალური მოდელები, სადაც ტანსაცმლის სურათს უგდებ, ადამიანის სურათს უგდებ და ძალიან კარგად აღიქვამს fitting-ს რა. ეგეთი open source-ები არსებობს და ძალიან კაი შედეგი აქვს, მაგრამ Google-მა ცოტა უფრო დახვეწა რა და უფრო კარგად გარგებს რა და ეხა პროსტა მე გავაზიარებ, იმიტომ რომ ეს არის ჩემ თავზე მაქვს რა, ჩემ account-ზე და აჩო გააკეთებს ეხა პირდაპირ მაღაზიის სტორი ნახე ეგეთი იქ ხო ჩანვარ ხო? რა აი მაგალითად მომეწონა ეს მაიკა რა, აი ეს მოგვეწონა ვთქვათ. Try it on საჭერ. პროსტა ერთხელ ავუწურდე სურათი. ხო რა. ბიჭო და აშო მე ესეთი ის ვაკ წაი ინფორმაცია დაგეთხოვე რომ გახტილი სურათი უნდა აუწიო რომ სწორად ჩაგაცვასო და არ გამოდის ეს ახლა ალბათ იმიტომ არა შვება შევქნა აი გარი ბორატის ეს უნდა გიცხოვ Yeah, this is very impressive და პოსტი რომ Lemondoro არის ქართული კომპანია იმათმა დაამატეს რა კაი ხანია ქონდათ თურმე Shopify-ზე API, რომელიც ამას აკეთებს რა, ოღონდ შარშანდელი API არის. და პროსტა ეხლა ეთყობა წელს გააზრეს. მაგრამ ხო ანუ basically tech behind this is not complicated რა. ესეთი კაი ხარისხის fitting-ი Google-ს რაც აქვს, არა აქვს სხვა მოდელებს, რომ აი ხა ნახე აქ ის არის regular fit-ია თუ ის აღიქვა რა. მაგრამ სხვებსაც ძალიან კაი აქვს რა. მაგრამ რამდენად იმპრესივ არის. კი, არა, ისეთი არის რა. ყვავილებიანი შენი არის ნახოთ რა. ისე ხო ანუ მართლა რამხელა ის შეიძლება კონდეს ეგეთ ანუ რამდენად სხვანაირი შეიძლება e-commerce experience-ი გახდეს ეგეთი რაღაც ტანსაცმლის ბრენდებისთვის რა. ანუ მე ჩემმა თანამშრომელმა სანამ კალიფორნიაში ვიყავი
ანუ ეგრე შოპინგობდა რა, ანუ ჩეულებრივი API-ა, სადაც ოღონდ ეგრე არ იყო, როგორც აჩვენებდა ხა, ანუ try-it-ონი არ უნდა გიჩერე რა. ანუ scroll-ოვდა სულ შენ იყავი რა, ოღონდ სხვადასხვა რაღაცეები გეცვა, ანუ ისინი წინასწარ აგენერირებდნენ ამ ფოტოებს ტანსაცმელს რა. ასე scroll-ოვდი და სულ შენ იყავი. ბიჭო, კი, ანუ ეგ ხო ძალიან ფსიქოლოგიურად ძალიან მუშაობს რა. იმ დღეს შევდივარ იმაში რა ქვია, ბოქსში რა ჩვენთან და ბიჭო, აშას უყურებ ეკრანს და თავის სურათებს scroll-ავს რა მე. გაგიჟდა ეს ბიჭი სულ გადაერია და თურმე ანუ ამას თავის ტანსაცმელებს უყურებ. ანუ ძალიან იმპრესივის არის რა. UX-ი აშკარად. Nice. კაი, ესე იგი, ჩვენ image generation-ზე და video generation-ზე მეგონი ამოვწურეთ რის თქმაც გვინდოდა. რამის დამატება ხო არ გვინდა კიდე მეგობრებო? კაი, ეგ არის. დუდუ იწერება რომ ცოტა მალეო და დუდუ ძალიან ნელა გავაგრძე. კაი, ესე იგი, შემდეგი ტოპიკი, რაზეც იდეაში ერთი მე მინდოდა გველაპარაკა. არის აგენტების ტოპიკზე გადავდივართ. ჩვენ რაღაც ზოგ სეგმენტს მაყურებლების გავაღიზიანებთ ამდენი AI-ზე ლაპარაკით, მაგრამ AI ძლივს დავიწყეთ AI-ზე საუბარი. ხო რა, ანუ AI-ის აგენტების ტოპიკი კონკრეტულად ევალები. Evaluations, რომელიღაც პოდკასტში ლაპარაკობენ AI-ზე რა. მაგარი კეთილი. იმაზე რა ქვია. AI აგენტების ევალებზე რა. ხო, ტოპიკი არის ეგ. ეხლა გიოს ვკითხავ პირველ რიგში. გიო, შენ როგორც ვიცი ეს ბოლო პერიოდი უფრო ინტენსიურად დაიწყე აგენტების დარესერჩება, ზოგადად best practice-ები რეებია და ასე შემდეგ და საინტერესო იქნება რამე ხო არ წაგიკითხავს ყური მოგიკრავს ზოგადად ივალებზე ან ხელი ხო არ გაგისვრია ივალების წერით. ეს დიდი ხანია გვიყურებთ. გეცოდნებათ რომ ადრე ყავდა ირაკლი ჯანიაშვილი ერთ-ერთ სტუმრად უბრალოდ პოდკასტში არა მითავზე და მე და ირაკლი ხო ერთად მუშაობდა რა აგენტზეც მაშინ გააკეთა თოქი მაგაზე მუშაობ ხამეც და ერთ-ერთი თავარი ჩვენი გოული მომავალში არის რომ ეგ ივალები გავაკეთოთ მაგრამ ეხლა ჩვენს რისერჩის ფაზაში ვართ ივალებზე მაგრამ თქო დღეს შემხვდა ეგეთი პოსტი Wix-ისგან რომ შევაშერებ მაგასაც რა ანუ უკვე ეს აგენტები და AI-ის UI და ასე შემდეგ commodity გახდა რა ასე თუ ისე kinda მართალია ხა solved problem არ არის მაგრამ ასე თუ ისე რა line graph იქნება ამასთან თუ რაღაცა სხვა framework-ები შეიძლება რაღაც ტიპის აგენტი აწყო რაღაც პრაქტიკები არსებობს მაგრამ რაღაცა რაც არ არის commodity და არავინ არ იცის ზუსტად როგორ გააკეთო არის ეს URL-ები და URL-ები ორკესტრაცია და security რა ეხლა მეც რაც ამას დავიწყე მუშაობა ეგრე შევნიშნე რომ მაგალითად URL-ები ჯერ რო ავხსნათ საერთოდ რა არის ან თუ მაგალითად software engineering-ში შენ წერ ტესტს რო შენი ფუნქცია okay, ანუ ეს input-ი მიეცი და ამ output-ს ელოდები და უბრალოდ unit test-ებს უშვებ. ან თუნდაც integration ან end-to-end test-ებს ცოტა უფრო expensive არის, მაგრამ მაინც რაღაცნაირად უშვებ. ამ შემთხვევაში გიწევს, რომ agent-ის output-ი შეაფასო რა. თუ agent-ის output-ი უბრალოდ რაღაცა tool call-ია, რომელიც შეიძლება რაღაც კონკრეტულია, შეიძლება შედარებით მარტივი იყოს, თუ უბრალოდ ტექსტია მაგალითად ან სურათი მაშინ როგორ შეაფასებ ხო თვითონ ესეთ LLM მოდა შეაფასოს ხო ან რაღაცა უნდა დაწერო ესეთ ტესტი რომ output-ი ეს რისკი დაიხურია ჩო Postgres-ის და შესაბამისად ან URL-ები მიუხედავად იმისა რომ link chain-ებს და ეგეთ framework-ებს აქვს თავისი default URL-ები რა რეალურად შეუძლებელია რომ ეგეთმა default URL-მა შენი აპლიკაციის სპეციფიკა კარგად შეამოწმოს რა. და ამიტომ ამას ეძახიან როგორც ვიცი LLM as a judge, როცა ყოველ შენს რაღაც მაგალითად შეცვალე
system prompt-ი. გინდა რომ დაადეპლოო agent-ი და შენს CI-ში, ანუ როცა SaaS ტესტები ეშვება, იქ ასევე ეშვება რაღაც evaluation-ები, რომელშიც ჯერ იძახებ ამ შენ agents, ანუ ეს ერთი LLM-ის code. და მე ამის outputs, ნუ ერთი რა, შეიძლება ბევრი იყოს, ხო, ესეც გაილუფოს და და მე ამის outputs კიდე ამოწევს მეორე agent-ი, რომელიც არის judge. ანუ შესაბამისად unit test-ებთან და integration და ასე შემდეგ ტესტებთან შედარებით ეს არის საკმაოდ ძვირი ოპერაციაც რა, იმის გარდა რომ რეალურად არ იცი რამდენად კარგად შეაფასებს რა. ზუსტად. მაგრამ მან ერთს ვიტყვი რომ ანუ პრაქტიკიდან გამომდინარე რა, მე პირადად ძალიან ბევრი მქონდა кейსი რომ აი system prompt-ში რაღაცას ვცვლიდი ვთქვათ რა და მე იმ кейსის გამო რისთვისაც ვცვლიდი ტესტ აუდი და მუშაობდა, მაგრამ მე უეჭველებ ძალიან ხშირად სხვა რაღაცას აფუჭებდა რა. ამიტომ აი შეიძლება რომ ტესტების ყოფნაზე იდაო, მაგრამ ეგეთ production grade სისტემაში აშკარად ძალიან დიდი საჭიროებაა რა. ხო, რა, აი ზუსტად ეხა ძალიან კაი ტოპიკი. ხო ეგრეა, მარტო eval-ზე ვერ დაიყვან, ეგრე unit test-იც დაფეილდება თუ რაღაც ესეთი ბირთვული შეცვალა. კი. უბრალოდ აი რას ვიტყოდი, იცი, რაღაც ამ ტოპიკზე მოკლედ ეს რაღაც ბოლო დაახლოებით 10 დღე არის ძალიან ინტენსიურად ვფიქრობ ამაზე რა, იმიტომ რომ ეხა ეს ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პროექტში ძალიან ბევრ დროით ინვესტიციას ვდებთ, რომ we want to get რაღაც evals correctly რა. ეხა ტოპიკი რა არის ზოგადად, ანუ აშკარად. ეხა მე სუფთა ადამიანურ ფსიქოლოგიურ ამბავს მოვყვევი რა. რომ იწება, აი ეხა გეტყვით რა ევოლუციას გადიხარ, როცა აგენტური აპლიკაციის წერას იწყებ რა, რომ თავიდან რაღაც LLM-თან call-ებს აკეთებ. This is so cool. ეს რა იყო? ვაი, ძალიან კაი იყო. რაღაც წამიერი ფლეში იყო. მე ვერ დავინახე რა იყო. არა ვერ დაინახე. ჩვენი მეგობრის სურათი იყო. ხო, მოკლედ ეხლა რას ამოვდი? აგენტური აპლიკაციის წერის ევოლუცია რო გაიარო რა, თუმცა თავიდან ძალიან ისე ხარ რაღაც იმპრესდ ხარ, რომ აი რაღაც ჯერ უბრალოდ LLM call-ებს აკეთებ. მერე შეიძლება რაღაც React აგენტი დაამატო, შეიძლება მერე Tree of Thought აგენტი დაამატო და ანუ ძალიან გონია რომ ესე რაღაცას ცვლი, ახალ LLM call-ს ამატებ, კომპლექსურობას code base-ში ზრდი. მე რაღაც 1-2 კითხვაზე გატესტავ manually, ანუ ვიღაცას თხოვ რომ შენ თუ გეზარება რომ მიდი რა ზღურად გატესტეს რაღაცა კიდე ხომ მუშაობს. ის ვიღაცას 1-2 კითხვაზე გატესტავს და გონია რომ you are a cool dude. AI აგენტური აპლიკაცია დაწერე, ყველაფერი მაგრად მუშაობს, მიდიხარ ბიზნესთან ეუბნები რომ აი ეს მაგარი ფიჩერი დავამატეთ და ბიზნესი რაღაცას შეეკითხება და აი სახეზრება ყველაფერს რა, ვაფშე ყველაფერს, რაღაც ან დებილობას გიბრუნებს, ან ვაფშე არაფერს არ გიბრუნებს და ასე შემდეგ. და ანუ აქედან რა არის რომ დუდუ შენ როგორც ახსენე წეგან, რა თქმა უნდა ჩვეულებრივი აპლიკაციის დევიდან ასე ვთქვათ სიტუაციაზე გადასვლაც საკმაოდ კომპლექსური რაღაცაა რა, მაგრამ ზოგადად აგენტური მექანიზმები თავისი ბუნებიდან გამომდინარე, რომ აი conversational UX-ი რო აქვს 90%-ს, ანუ input-ის იმდენი ვარიანტია, რომ გონია რომ ამის კომპლექსურობა პირდაპირ პროპორციული არის და იმდენჯერ მეტი არის, რამდენჯერ input-ის ვარიანტი არის მეტი რა. და მაგას ვამბობ, იქ მაგალითად input form-ები რო გაქვს, ბათნები გაქვს, იქ რაღაცეები გაქვს, ანუ ძალიან limited ვარიანტები გაქვს, რა შეგიძლია მოგივიდეს რა. და kinda okay, it takes an effort რომ ცოტა რაღაც toy პროექტიდან პროექტი მიიღო და სერიოზულად გატესტილი და ასე ვთქვათ ready to use, მაგრამ ანუ ასე ვთქვათ აგენტურ სისტემებში აშკარად ჩემი დაკვირვებით ბევრად მეტი effort-ი არის ჩასადები, რომ აი დარწმუნდე რომ 100%-ით ან რაღაც 90%-ით ხარავ ყველანაირ use case რა. ხო, ეს იყო პირველი იდეა, ჯერ რაც მინდა და გამიზიარებინა რა და აშკარად it takes a lot more than writing an AI agent and using LangGraph რო production ready აგენტური სისტემა მიიღო. 90%-ის cover-ის თემაზე მაგითხან როგორ შეიძლება რომ make sure რომ 90% დაფარა, რას ნიშნავს ეს? კი, ძალიან აი ჩემი აზრით ზუსტად you are straight on point რა. ეხლა მანდ უყურე რა ჩემი ფიქრის პროცესი როგორ არის. და აქ კიდე ანუ მე ეხლა გამოვდივარ ანუ ეგეთი ძალიან გაცნობიერებული ჯერ რა თქმა უნდა ამ ტექნიკურ ტოპიკში არ ვარ, just მე რასაც ვფიქრობ და აი ამ 1-10 დღის ფიქრის შედეგი რაც მაქვს, მაგას გეტყვი, რომ ჩვენ кейსში რაც მუშაობს ეხლა არის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხდება ამ кейსებში, როცა
conversational UX flow-ები გვაქვს, რომ 90% იმისა კი არა, ზოგადად possibility რა არის. 90% business requirement-ებისა რა. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი ხდება, რომ პროდუქტის დონეზე ფიქრი დავიწყოთ ინჟინრებმა, რომ ვიცოდეთ ყველანაირი პოტენციური, ანუ უმეტესობა პოტენციური კითხვები, რაც ბიზნესმა ან user-მა შეიძლება ჩვენ აპლიკაციას დაუსვას. და მაგითი მე თვითონ სულ რო ეგ დომეინი და ეგ ტოპიკი რო ძალიან კარგად იცოდე, მე უკვე შენვე LLM თულებს ისე კარგად გამოიყენებ, რომ ივალების ძალიან ბევრი ვარიანტი შენ კი არ დაწერო, LLM-ს დააწერენო. You just need to რაღაც objective validator-ი, ანუ LLM judge უნდა იყოს შენ რა, და ამისთვის რაღაც business და product კონტექსტი ძალიან მაგრად უნდა იცოდე რა. აუხსენი დუდუ ან ცოტა იმას ვქენი რაღაც გადაუხრება მაგრამ აი პოინტია რა პროდუქტის ზონაზე უნდა იფიქრო და არა პროგრამისტის მიდგომით იმიტომ რომ პროგრამისტის მიდგომით მე რა თქმა უნდა ყოველთვის ყველა кейსის დაფარვას ცდილობ და ბოლოს მაგას ვერ აღწევ ზუსტად და აქ ანუ ფიზიკურად შეუძლებელია რა ყველა кейსი რო დაფარო რა და ეხა პროსტა ძალიან ბევრი რო აღარ გამეწელოს ეს ლაპარაკი just ბოლო ტოპიკზე თვითონ ივალებზე მივალ ეხლა რა და ივალებზე ერთი რაც მოკლედ ჩემი აზრით საინტერესო ტოპიკი არის რომ ეხა ივალებზე რაღაცების ძებნას რო დაიწყებ ადამიანი ჯერ პირველი პრობლემა რომ ძალიან ბევრი რესურსი არ არის რა ინტერნეტში რა ანუ ფიზიკურად ვერ ნახავ ძალიან ბევრი და ძალიან გამოცდილ გზებს რა როგორ უნდა გააკეთო შენ აპლიკაციაში იმიტომ რომ it is still რაღაც working progress ტოპიკი არის და მეორე ანუ ივალებს აქვს ლეიერები რა ანუ მაგალითად რაღაც ფრეიმვორკებს ნახავთ ყველა ჩვენ ივალებზე რა ვიღაცის რაღაც ფრეიმვორკი არის და მაგათი value proposition სტარტაპის არის რომ რაღაც დავაინტეგრირე და ჩვენ ყველაფერს გაგიტესტავთ. მაგრამ აქ ავტომატურად ეგრევე კითხვა მიჩნდება რა რომ მე რომ აგენტს წერ მინდა რომ ანუ business use case-ებზე დავტესტო რა ანუ domain specific კითხვებზე მინდა დავტესტო. და მოიცა რანაირად გაქვთ სტარტაპებო თქვენ რა ეგეთი magic tool-ი გაქვთ რომ ხვდებით მე რა business domain-ზე ვმუშაობ და მაგითი მიკეთებთ ტესტებს მაგითი მიწერთ და evaluation-ებს აკეთებთ და თურმე ეს სტარტაპები რაც არის evaluation-ების 90% 90%-ის პროდუქტი არის აი ძალიან deep tech level evaluation-ები, რომ აი თუ quality თუ გამოიძახა, რაღაც supervisor აგენტი თუ ყავს, მაგან რამდენად გააგზავნა მე რაღაც მესეჯები და ასე შემდეგ რა. და as it turns out, აი ეს რაღაც business domain level evaluation-ები კიდე ძალიან open topic-ია. და ძალიან custom ფიქრი და ძალიან custom solution-ების მოფიქრება გიწევს, რომ just შენ რაღაც use case-ებში დარწმუნდე რა. ასე რომ ხო, მგონია რომ აი შემდეგ ჩვენ პოდკასტის სერიებში მე რაც უფრო ღრმად ჩავალ ამ ტოპიკებზე და hands-on, ანუ literally ხაი დღესაც თელი დღეს რაღაც უმეტესი ნაწილი ამაგებს წერდით რა და უფრო შემეძლება გავაზიარო რაღაც ისე რა. მან რა აზრი მაქვს, იცი, ანუ ეგ მესმის და expect-ით არის, მაგრამ არა აგენტურ solution-ების დომეინის დატესტვის ტექნოლოგიები სხვა არსებობს. აი მე თუ მაქვს რაღაც tutoring-ის სერვისი, მაგის ეგეთ სერვისი ყო არსებობს, რომელსაც ამაზე მიუშვებ და დატესტებ. რენდომად ზუსტად. ხო, სუსრენდო. ხო, ანუ კი 100% მართალი ხარ და ანუ ზუსტად იგივე, ანუ ტოპიკი ზუსტად იგივეა რა. მაგრამ არგუმენტი იმისა თუ რატო შეიძლება ის უფრო კომპლექსური იყოს არის ზუსტად წეღარას თქვით რა რომ kinda input variable-ები აი უაზროდ ბევრი არის და უაზროდ input variable-იც არა რა ანუ natural language-ი როა input-ი ეგ ქნეს მაგართოს არა ეხა ციფრებიც ხო infinity შეიძლება შემოგივიდეს მაგრამ ერთი false case-იც ეგრე დაახენდო ანუ UX-ი აი ესე ვიტყოდი UX flow okay user journey დავარქვათ რა user journey-ის მუღამი რა არის რომ რაღაც მიზანი შენი პლატფორმის რასაც თავაზობს იმ მიზანს მიაღწევინო რაღაცა კონკრეტული გზით და როცა შენ სტანდარტული ვებორი პლატფორმა გაქვს input form-ებით ბათნებით kinda finite რაოდენობა იმების გაქვს რა ქვია გზების გაქვს რითიც შეიძლება რაღაც მიზანს მიაღწევინო და ძალიან restricted არის ეს ყველაფერი და natural language-ში kinda ეხა ძალიან რო ჩავყვეთ ალბათ ახაც finite არის ყველაფერი მაგრამ ანუ ბევრად დიდი რაოდენობა არის ან შეიძლება infinite-თან მიახლოებული მოკლედ რა ანუ აი ერთ-ერთ ძალიან მაგალითს გეტყვი რომ ანუ ყველაზე დებილი ვარიანტი რომ რაღაც შეკრების ის თუ გაქვს არ ვიცი რა რაღაც ორ რიცხვს გეუბნება და შენი აგენტი გაქვს რომ უკან შეკრებილ ამ ორ რიცხვს უბრუნებს აი ერთ-ერთი ვარიანტი რაც შეიძლება იყოს რომ ჯერ ტიპმა ორი რიცხვი უთხრას და მე დამითვალე უკვე არ უთხრას მე მილიონჯერ უთხრას ჰაი რატომღაც იმიტომ რომ ეგრე გადაწყვიტა და ბოლოს უთხრას ის რა და ესეც კიდე შენი ერთი ვარიანტი რომელიც რაღაც conversation ივსება ისტორიაში რაღაც დამატებითი კონტექსტები შემოდის და უფრო რთულდება ძალიან ბევრი ვილაპარაკე ახლა
და ჩემი აზრით ახლა გიომ რაღაცები ძალიან საინტერესო იყო იდეაში. ერთადერთი იმის დამატება მინდოდა რომ აი ხა existing tool-ები რო ახსენე. ეხა იგი შეიძლება ამ წუთას პოზიციონირებენ როგორც აი თითქოს მაღაზიაში შეიძლება დელეგირება, მაგრამ რა თქმა უნდა არ შეგიძლია. მაგრამ საბოლოო ჯამში როცა ეს სფეროც მოიხოდება, გამოჩნდება ანუ სამი ასპექტი, ხო? იქნებიან evaluation-ის runner-ები, ანუ როგორც CI არის, რომ სადღაც რაღაც ინფრასტრუქტურა რომელშიც ივალებს უშვებ. და სავარაუდოდ მაგას შეიძლება დაგიქეშოს რაღაცეები, მაგალითად დაგიოპტიმიზიროს. იქნება eval-ის SDK-ები, როგორც რაღაც V-test-ი არის ახლა მაგალითად, რაშიც შენ ივალებს გაუშვებ და იქნება შენ თვითონ ბიზნესი, რომელიც actually ივალებს დაწერ და შეიძლება ეს ივალები დააფუძნო რაღაც არსებულ პრიმიტიულ ივალებს რა. რაღაც framework-ებს რაღაც პრიმიტიული ივალები მოყვება იგივე რა, მაგრამ საბოლოო ჯამში როგორც ტესტებს წერ შენი კოდის შენ თვითონ და თავის დროზე ისე ანუ მახსოვს მე რო ვიწყედი კარიერას მაშინ საკმაოდ ის იყო რა ანუ პოპულარული რაღაც ავტო ტესტერები თითქოს რომ რაც ეხა შეიძლება უფრო ის იყოს რელევანტური პრინციპში მაგრამ თითქოს რაღაცები რომელიც დააკროლავდა შენ საიტს და აი ხოდა მაგრამ საინტერესო მე მსახლი არ მახსოვს გავიხსენე დავლიკა მაგრამ ამბობს ლაპარაკობდით AI agents-ზე რომელიც ჩათვალე crawling-ს აკეთებს შენ საიტზე authentication-საც ყველაფერს აკლიკავს და user journey-ებს ქმნის თავისით, user funnel-ებს ქმნის და აქედან გამომდინარე retention rate-ებსაც გიფასებს და ამ funnel-ით რო წავედი კონკრეტულად ეს user-ო ყოფილიყავი ამდენი პროცენტით დავასაბსკრაიბებდი ან რაღაც ვიყიდიდი შენ პროდუქტს და ეგეთ რაღაცები რაშიც ჩემი აზრით ძალიან გამოგვადგება მალე უკვე AI აგენტები. ეგ მაგაზე ეს ვიტყვი რომ ეს ვიცი რაფაელისგან, ასევე ვინც ხშირად ვიყურებთ რაფაელს იცნობ დიდი ალბათობით რომ ანუ სიმულაციების თემა ძალიან ისეთი hot topic-ია რა. აი ხარ რუდუმ რას თქვა, ეგ არის იდეაში ადამიანის სიმულაციის AI-ის გამოყენება ადამიანის ქცევის სიმულაციისთვის რომ აი მაგალითად შე რაღაც სტარტაპზე რომ მუშაობ ან პროდუქტი დაშიპე სანამ 100 კაცი რეალურად ნახავს და 6 თვე გავა მაშინ კი არის ცოტა retention rate-ი და შედეგები რა. არამედ რაღაც სიმულაციაში გაეშვას და ხო, მაგრამ ცოტა და მაქსიმულაციაზე ხოდაშორის ესეთი აი რაფაელს ვლაპარაკობდი ზუსტად. რა ესეთი ის ქონდა, ანუ რომელიც მოდი აი ძალიან კარგი დრო არის კაკრას. მოდი ესეთი ექსპერიმენტი, რომელიც ანუ ყველამ ჩავატაროთ ჩვენთვის და მე შემდეგ პოდკასტზე დავისინქოთ რა. ანუ ეხლა ჩვენ ChatGPT-ს როგორ ვიყენებთ, ხო? ანუ აი ყველაზე გაპიკვილ პერიოდში ერთ როლს ვაძლევთ system prompts-საც ვეძახით და ამ როლის კონტექსტში ველაპარაკებით ხოლმე რა. და რასაც ვფიქრობდი რატომღაც არის რომ ანუ ესე თუ შეიძლება გააკეთო რომ ChatGPT-ს უთხრა რომ შენ ერთი კაცი კი არ ხარ შენ ეხა 6 ხართ გია პროდუქტ მენეჯერი ის ამათ ანუ ერთ system prompt-ში და ანუ ეხა გიას ვეუბნები მე ამას და გია მანჩოს მე თვითონ უთხრას რაღაცა არის კონსენსუსით რაღაცაზე შეთანხმდით და მე დამეფრეთ პასუხი ანუ ეგ რატომღაც გონია რომ ეგეთ რაღაცეებზე ძალიან არ ვიცი research paper-ები თუ იწერება აშკარად აი hot topic-ი თუ იქნება ეგ უნდა იყოს hot topic-ი იმიტომ რომ რაღაცეები აშკარად იქნება. მგონია რომ emerging patterns უნდა დაფიქსირდეს რა ეგეთ გამოყენებებში. It's just a random thought. და სხვა შორის ეგეთი software არის სტატია დავიკითხე. muscle memory ქვია რა. იმიტომ რომ რას აკეთებს არის დაახლოებით ეგეთ რაღაცა. ოღონდ პირველად რო გაივლის ამ შენს flows ამას მე იმახსოვრებს და შემდეგ ჯერზე ამ ნაცნობ flows გადის უკვე ჩვეულებრივი დეტერმინისტული კოდით. და ან კოსტებს იმცირებს ძალიან რა. მაგრამ თუ რამე unexpected შეხვდა და რეალურად მაგ unexpected-ში არის ხოლმე რა, ეგეთი edge case-ები ხო, ისი დაჭერაც გინდა, მაგ შემთხვევაში გადადის LLM-ზე რა. მაგრამ ცდილობს რომ გაართვას თავი. ეს paper-ი რა სტატიაა და თუ დაინტერესებთ ახეთ მერე. მე მირჩიეს ამბოლოს კიდე pieces.app არის ეგეთი ახალი ეგეც AI agent-ი რომელიც ჩათვალე შენი ბრაუზერის, Slack-ის, კოდის, GitHub-ის ყველაფრის ინტეგრაციას აკეთებ და აი შენი ასისტენტია რა, ჩათვალე executive assistant-ი ყავს უფასო. ну მაგალითად აი ეკითხები დღის დასაწყისში ამ კონკრეტული Slack-ის მესეჯები დღეს ჩემთვის რა არის ყველაზე პრიორიტეტული. ანუ ვიცი დავიწყო დღე
გუშინ რო PR-ის reviews ვაკეთებდი, მაგაზე ხო არ დააკომენტარა ვინმე და ანუ რასაც მენუალი აკეთებ ყოველ დღე რო იმას რა ვქვა, ანუ დაეციო საქმეს და out of date არ იყო, მაგას გიგვარებს ყველაფერს, რაც საკმაოდ კაია. просто კომპანია უნდა შეჯერდეს, რომ Slack-ზე მიცეს access-ი და ასე შემდეგ. ხა, დუდუ, რა ქვია მაგ იმას, რა ქვია პროდუქცია ერთხელაც რო გაიმეორო და დაინტერესა რა ნახო. pieces.app შემიძლია დავლინკო. Yep, okay. Idea არის. Okay, cool. Sounds great. On marketing-ია ესეთი რომ the first AI that remembers everything you work on. რო ანუ კონტექსტი არასოდეს არ დაკარგო მუშაობის დროს. საინტერესო. ой, სხვათა შორის ეს მე კონტექსტ window გადავუსე. იდა Slack-ში დავაინტეგრირე რომ კონტექსტ window გადაევს. ნეტა რატო ხარ შვიდ Slack-ში დედა. სხვათა შორის ესეთი სტარტაპი არის, მე მგონი ესეთი ქართული სტარტაპი არის, ჩვენ ნაცნობები აკეთებენ დებლოკში ხედავთ cosmio.ai. რაღაც kinda ეგეთი ტოპიკია თუ სწორად ხვდები. საინტერესო ის რატო არის, რატო გამახსენდა რა, საინტერესო ექსპერიენსი რა იყო. ბოლომდე არ ჩავყოლილ ვარ. just high level-ზე იმას ვქენ შევხედა უბრალოდ რა. მაგრამ ანუ პლატფორმის საიტზე რო შევედი, მეთქე okay, let's sign up ნახოთ აბა რა არის. ზოგადად იქნებ მარტივად და desktop აპლიკაცია გადავაწერინეს Cosmio-ი რა. ანუ და მე ძალიან ფენ ვარ რაღაც აპლიკაციაზე თავის desktop-ი აქვს. აი იმენა ყველაფერს იცავს გიჟი არის. ანუ ყველაფერი რაც ბრაუზერში შეგიძლია გახსნა აქ desktop, ანუ ქვევით dock-ში რა, ბავშვი ყველაფერი. ანუ რამეს თუ აქ გადმოსაწერი API ყველაფერს ვიწერ რა და ისა რა ქვია. kinda ის იყო. Unexpected UX იყო landing page-ისთან რო გადავედი მე რომ API გადმოვაწერინეს რა. აი, დღეს აბა კიდე რამე ტოპიკები გვაქვს, მეგობრებო, თუ გავუშვათ დუდუ. ევარ ვისაუბრეთ ჰაკათონი ჯენერი. საინტერესოა მოხდა, სანამ ჩვენ არ ვიყავით. არის ეს კოდექსის ის რო გამოვიდა, მაგრამ პრინციპში მაგის მე დიოთ მაგაზე აფშა გამიგია. ანუ basically cloud ჩვენ ვახსენეთ ალბათ ერთ-ერთ ეპიზოდში რომ კი. ანუ რაც რეალურად გინდა არის რომ გზა რომ შენი Docker კონტეინერი გავუშვა cloud-ში და ზედ იმუშაოს agent-მა, ხო? და დაახლოებით ეგ გავუშვეს, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ბევრი მაგაზე არაფერი არ გამიგია მაგის მერე. არ ვიცი რამდენად useful არის რა. ხო, არა, არც მე ნამდვილად არ გამიგია რა. და გიო, იცი რა მაინტერესებს ერთი კითხვა მექნება, ოღონდ საერთოდ სხვა ტოპიკზე უცბად. შენ ახლა რაღაც როგორც შევამჩნიე, paper-ებს რაღაცებს უკითხულობ ხოლმე. I don't know, რაღაც ანუ მინიმუმ ორჯერ ხა იკალე რომ გააზიარ, რაღაც paper-ზე მიგვითითე რა. და მაგას როგორ პოულობ ხოლმე, რამე მექანიზმი დაკეშე შენ თავში უკვე რომ აი რაღაც paper თუ გაინტერესებს რამე ტოპიკი რა შვები არქივზე შევდივარ ხარ მითხრა თორე ანუ რეალურად რაღაც ერთ სტატია წავიკითხე რომელსაც ახლა თან როცა საუბრობ მოვძებნი და გავაშეარებ და იქ იყო დალინკული ძალიან ბევრი paper-ი რა მაგრამ ესე paper-ებს ვკითხულობ ხო არა მაგრამ ხშირად არის რომ ვიღაცა ვის ბლოგსაც ვკითხულობ მაგალითად ის რაღაც ესე აფუძნებს თავის სათქმელს paper-ებზე რა მაგალითად ანუ ეს არის ძალიან ცნობილი ბლოგი ლილ-ლოგ რაღაც რეპერის სახელი გავს და ერთ-ერთი ძალიან ტოპ AI researcher-ის რა და 2023-ის არის წარმოიდგინე და რაღაც ის რაღაცები წავიკითხე აქ რომ არ ხონდა რა ეს გაგონილი და ძალიან ბევრი paper-ია მოხსენებული მათ შორის like 2022-დან 2022-ში მე მგონი ChatGPT-ს არ ვიცოდი რა იყო რა მაგრამ ხალხი ამაზე ფიქრობდა უკვე და აქ ძალიან საინტერესო რაღაცები წერია რომ ანუ პრომპტები ჩემთვის ძალიან magic არის თითქოს და ძალიან unreliable და ეს აღწერს მაგალითად ეს ბლოგი რომელიც საკმაოდ დიდი write-up-ია აი scientifically როგორ შეიძლება რომ კონდეს კარგი პრომპტი რა და მე ეს რო წავიკითხე მივხვდი ვიღაც ტიპები მე რო გადლევენ რაღაც რჩევებს რა აი Twitter-ზე რაც შეხვდები რომ აი ძმაო ესეთი პრომპტი დაწერე kinda ამის distillation-ია რომ აი აქ არის რომ აი იყო რაღაც სამეინ ტოპიკი მაგალითად
მაგალითებს რო აძლევ, არის ერთ-ერთი ყველაზე კაი პროდუქტი რა. საინტერესო. და იგივე ვცდილობ ხოლმე რომ გავიდე PayPal-ებზე, მაგრამ ალბათ ესე PayPal-ებს რო კითხულობდი პირდაპირ სხვა ის გჭირდება რა, მაინც საინტერესო. ხანარი მიდგომა. ხო, და ეხა system prompt-ებზე და ზოგადად prompt-ing-ზე რასაც ახან შეეხე, სანამ დავიშლებით ერთ ისე იმას ჩავაგდებ, რა ქვია, ინტრიგას, რომ მოკლედ ეხა ბოლო 1 თვე არის საკმაოდ ინტენსიურად შეუდექით ესე ვთქვათ რა, რაღაც დროის უმეტესი ნაწილი ფაქტობრივად ამ როგორ შეიძლება რომ production grade აგენტები მივიღოთ მაგის გარდა ამ რაღაც უბრალოდ ესე 1-2 ეჩეთავი და კარგად გაქცა პასუხი და თავისი საქმე შეასრულა, აი მართლა დარწმუნებით რომ კარგი აგენტები მიიღო და აგენტური სისტემა მაგას ვთქვით მაზექში დროს და ის არის რა ქვია ერთი თავისებურება რაც აღმოვაჩინეთ არის რომ თავიდან როცა დაგეგმილი გაქვს რომ ერთი აგენტი ან ორი აგენტი გქონდეს სისტემაში requirement-ები რაც უფრო იზრდება და იზრდება, ანუ it is getting out of hand pretty easily რა number of agents რა. და ყველა აგენტს თავთავისი system prompt-ი აქვს. ასე შემდეგ და system prompt-ების management-ი kind of pain in the ass გაგვიხდა ბოლო პერიოდში რა. და რამდენიმე მიზეზი იყო ამისი. პირველ რიგში იმიტომ რომ კოდთან ერთად system prompt-ები რო გქონდა kind of ანუ რაღაც cognitive load ზრდის მუშაობის system prompt-ებთან. მეორე არის რომ prompt engineering as it turns out მარტო tech ტიპებისთვის არ არის რა. იმისთვის არის კიდე რა ქვია. ანუ არა product guy-ებმაც ძალიან ჩვეულებრივად შეიძლება system prompt-ები წაიკითხონ და they can get the like idea of how system works და რაღაც change-ები და-apply-on. და მაგალითად კიდე ბევრი ესეთი ჩაშლა ვიპოვეთ, რაც ჩვენთვის pain-ი იყო ამ სისტემაზე მუშაობის დროს და გადავწყვეტ რაღაც პატარა kind of solution-ი, ad hoc solution-ი დავდოთ, რომელიც იდეაში მალე გაშიარდება, open source პროექტი იქნება და instant DB-ზე არის დაფუძნებული. It is collaborative და live რა. Kind of იდეა არის რომ Figma for prompt engineering რა და ზუსტად იგივე ასე ვთქვათ რაღაც UX-ით და ზუსტად იგივე იდეებით. მაგ ინტრიგას მოკლედ დავტოვებთ, გავაშიარებთ, მალე წესით გვექნება მიღებული პირველი ვერსია და ჩვენ Discord channel-ში გავაზიარებთ, რომ ნახოს ხალხმოც და ცოტა feedback-ი ავკრიფოთ რა. და მე რა collaboration-იც რა, რომ ანუ open source არის და let's build this thing together. მაგის იმედი მაქვს, რომ ჩემ shit codes ვიღაცა დაარეფაქტორებს და რა. აი, მე მგონი ეგ არის. კიდევ ერთი ტოპიკი. და კიდევ ერთი. At this point I'm just doodles. აი, ეგაა მაშინ. აჩო. აგვიწერეთ. აჩო. გათიში აჩო. აგვიწერეთ კომენტარებში და Discord-ში. კომენტარებში დაგვიწერეთ და ხო. და აჩო სტატისტიკის